მოგესალმებით მეგობრებო. ეს არის YouTube არხის საფეხბურთო ნიუსები. დღეს ჩვენ ვიდეოში შემოგთავაზებთ ხელს-ხელ ტრანსფერებსა და საინტერესო მოვლენებს ფეხბურთში. თუმცა სანამ ვიდეოს ყურებას დაიწყებდეთ, მინდა გთხოვოთ რომ გამოიწოროთ ჩვენი არხი, რადგან ეს ჩვენ გვაძლევს ძალიან დიდ мотивაციას. ჩართოთ ზარიცხილ კი რათა არ გამოგცეს ჩვენი ვიდეოები. მოიწონოთ ვიდეო და აუცილებლად გაგვიზიაროთ თქვენი აზრი კომენტარებში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით. ახლა კი დავიწყოთ. საბა გოგლიჩიძეს ემპოლიმ უმაღლეს დივიზიონში ადგილი ვერ შეინარჩუნა და სერია B-ში გავარდა. იტალიური პრესის მიხედვით მოსალოდნელია რომ ქართველი ფეხბურთელი ადგილსამყოფელს გამოიცვლის და მისით რამდენიმე კლუბი სერიოზულადაა დაინტერესებული. Tutto Mercato Webus ინფორმაციით გოგლიჩიძეს რომა, პარმას, ფიორენტინასა და ლაციოს რადარებზეა. კორიელა დელა სპორტის მიხედვით მათ გარდა საბას უდინეზეც აკვირდება და ავტორიტეტული გამოცემა დასძენს რომ ბიანკონერი ქართულ ფეხბურთელს დაუკავშირდა კიდეც. როგორც მოგეხსენებათ, წარსულში გოგლიჩიძესა და ნოტინგემ ფორესტზე დაიწერა. ახალხან კი კიდევ ერთი ინგლისური კლუბის ვარიანტი გაჟღერდა. წითლების გარდა საბას თვალს სანდერლენდი ადევნებს და ორივე კლუბი მზადაა ემპოლის 7 მილიონი გირვანკა სტერლინგი გადაუხადოს. ცნობისთვის გოგლიჩიძეს ემპოლისთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ტრანსფერმარკეტზე საბას ღირებულება 8 მილიონი ევროა. გოგლიჩიძემ იტალიაში გადასვლიდან პირველივე სრულ სეზონში ემპოლის მაისურით სერიაში 33 მატჩი ჩაატარა და ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელ წევრად იქცა. ბეშიქტაში ზურიკო დავითაშვილის ბრძოლას გამოიტიშა. ქართულ ფეხბურთელს თურქულ კლუბს ბოლო პერიოდში აქტიურად უკავშირებდნენ, მაგრამ ადგილობრივი პრესის ინფორმაციით სიტუაცია შეიცვალა. თურქია გაზეთის ცნობით ბეშიქტაშმა დავითაშვილის ტრანსფერზე უარი მას შემდეგ თქვა, რაც სენტ-ეტიენის პოზიცია შეიწყო. მწვანეებს ზურიკოს სანაცვლოდ 20 მილიონი ევროს მიღება სურთ და ეს თანხა შავთეთრებისთვის ძალიან დიდია. ბეშიქტაში ერთადერთი თურქული კლუბი არაა, რომლის ინტერესის სფეროში დავითაშვილი მოექცა. ოთახნისინ დაიწერა რომ მის გადაბირებაზე გალათასარაი ფიქრობდა, მაგრამ გალას მხრიდან კონკრეტულ ნაბიჯებს ადგილი არ ქონია. გალათასარაისთან ერთად რენსა და სტრასბურგზე დაიწერა, მაგრამ მწვანეებს ოფიციალური წინადადება ჯერ არ მიუღიათ და მათ არც არავინ დაკავშირებია. ცნობისთვის საფრანგეთის ჩემპიონატის გასულ გათამაშებებში 24 წლის ქართველმა ფეხბურთელმა 34 მატჩში თავი 9 გოლითა და 8 გოლი პასით გამოიჩინა. მწვანეებთან კონტრაქტი კი 2028 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული. ლიონის ქართველმა ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ შესაძლოა კარიერა ინგლისის პრემიერ ლიგაში გააგრძელოს. ამის შესახებ ფრანგული გამოცემა ფუთვანი იტყობინება. რას წერს გამოცემა? მას შემდეგ რაც ლიონმა რაიან შერგი, ტიაგო ალმადა, ალექსანდრ ლაკაზეტი და ლუკას პერი დაკარგა, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა პაულო ფონესკამ აღნიშნა რომ ტოლისოსა და გიორგი მიქაუტაძეს შენარჩუნება სურს. პორტუგალიელმა სპეციალისტმა იცის რომ ლიონი რთულ ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდა, მაგრამ მიიჩნევს რომ გუნდის შენება ახალი კაპიტნისა და 24 წლის ქართველი ფორვარდის გარშემო უნდა გაგრძელდეს. ანალოგიური სურვილი გამოთქვა თავად მიქაუტაძემაც, რომელსაც კონტრაქტი კლუბთან 2028 წლამდე აკავშირებს. თუმცა ინგლისის პრემიერ ლიგაში ქართველი ფორვარდის მიმართ ინტერესი კვლავ არსებობს. მიქაუტაძის შეძენით ვულვზია დაინტერესებული. მატეუ კუნიას მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლის შემდგომ გლების შეტევა გაძლიერებას საჭიროებს. კუნიას სანაცვლოდ გუნდმა 75 მილიონი euро მიიღო. ამიტომ საჭიროების შემთხვევაში ისინი ლიონის ფინანსური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას შეძლებენ. კლუბს უკვე შეუერთდნენ იორგენ სტრანდლარსენი, ფერ ლოპესი და ჯონ აირასი. თუმცა მთავარი მწვრთნელი ვიტორ პერეირა მიქაუტაძის ტრანსფერსაც ითხოვს. ცნობისთვის ლიონმა მიქაუტაძეს შარშან მეციდან 18.5 მილიონ euро შეიძინა. მშობლიურ კლუბში დაბრუნებულმა მიქაუტაძემ გასულ სეზონში 47 მატჩი ჩაატარა, სადაც თავი მან 17 გოლითა და 11 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ვოტფორდის ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ჩაკვეტაძემ ვოტფორდ ბესერვერს ვრცელი ინტერვიუ მისცა. ჩაკვემ დაასახელა პოზიცია, რომელზეც უნარებს საუკეთესო წარმოაჩენს და მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მოახლოებულ მატჩებსაც შეეხო. გასულ სეზონში გაგვიჭირდა. Boxing Day-ის შემდეგ ბევრი თამაში წავაგეთ. რა თქმა უნდა, დაცვაში უკეთ უნდა ვიასპარეზოთ, მაგრამ შეტევაშიც ბევრ ასპექტში გვაქვს მოსამატებელი. გუნდში არაერთი ახალი შემტევია და ვიმედოვნებ ყველაფერი გამოგვივა. როდესაც ვოტფორდში პირველად მოვედი,
ბოლომდე მზად არ ვიყავი, რომ უმაღლეს დონეზე სტაბილურად მეთამაშა. დრო დამჭირდა და 1 წლის გასვლის შემდეგ თავი უკეთესად ვიგრძენი. საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშე, რაც სრული სიგიჟე იყო. შემდეგ კი გუნდში დავბრუნდი და Watford-ისთვის მაქსიმუმს ვაკეთებ. ბავშვობიდანვე მომწონდა ბურთის წაღება და დრიბლინგი. როდესაც ბურთი მაქვს, ვცდილობ რაღაც გავაკეთო, პასი, დრიბლინგი. ეს ჩემი სტილია. გრძნობ რომ გულშემატკივრებს ჩემი სჯერათ და ისინი მუხტს მაძლევენ. ყოველი მატჩისას მსურს რომ რაღაც განსაკუთრებული შევქმნა. გასულ სეზონში მონაწილეობა 41 შეხვედრაში მივიღე და მხოლოდ 2 გოლი გავიტანე. უფრო მეტი ბურთი უნდა შევაგდო და მეტი საგოლე გადაცემის გაკეთებაც მინდა. გასულ სეზონში შემეძლო მარტივი გოლები გამეტანა, მაგრამ რამდენიმე შანსი ვერ გამოვიყენე. ვფიქრობ ეს არის კომპონენტი, რომელიც უნდა გავაუნჯობესო. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ყოველთვის ვცდილობთ ჩვენი თამაში ვითამაშოთ. ევროპის ჩემპიონატზე პირველად ვიასპარეზეთ და ძალიან კარგი გამოცდილება მივიღეთ. მშვენივრად გამოვედით, თავს გიჟურად ვისავდით და ვცდილობდით ლამაზი კონტრშეტევებით გვეთამაშა. მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოპოვება რთული იქნება, რადგან ჯგუფში ესპანეთი, ბულგარეთი და თურქეთი გვყავს, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ. შეგახსენებთ, რომ Watford-ის სეზონს 9 აგვისტოს იწყებს და კრაზანები პირველ შეხვედრას სტუმრად ჩარლტონის წინააღმდეგ გამართავს. პროზინონეს ქართველი ფეხბურთელის გიორგი კვერნაძის საკუთარი გებშიხილვა კალიარის სურს. როსობლუმის კანდიდატურა სერიოზულად განიხილავს და იტალიურმა გამოცემამ კაგლიარნიუსმა 24 კლუბის პოზიცია გაასაჯაროა. კვერნაძის ასაკი და უნარი რომ ორივე ფლანგზე ითამაშოს, როდესაც საჭიროა მას კალიარის სამომავლო გეგმებისთვის უნივერსალური და საინტერესო პროფილის მქონე მოთამაშედ აქცევს. მისადმი ინტერესის შემთხვევითობა არაა. სარდინული კლუბი პერსპექტიულ ახალგაზრდა ფეხბურთელს ეძებს, რომელსაც დიდი პროგრესის მიღწევა შეუძლია და აქვს უნარი გრძელვადიან პროექტში ინტეგრაცია გაიაროს. კალიარი მზადაა კვერნაძეზე სერიას მომდევნო სეზონში ფსონს ჩამოვიდეს და მისი ენერგიითა და გამარჯვების წყურვილით სარგებელი მიიღოს, წერს იტალიური გამოცემა. შეგახსენებთ 24-25 წლების სეზონში კვერნაძემ მონაწილეობა 34 შეხვედრაში მიიღო და მის ანგარიშზე 3 გოლი და 5 საგოლე გადაცემა. ტრანსფერმარკეტზე მისი ღირებულება 1.5 მილიონი ევროა და გიორგის პროზინონესთან ხელშეკრულება 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მეგობრებო, დღეისათვის სულ ეს იყო. თუ ვიდეო 3 ნაწილამდე მოხვედი, აუცილებლად მოიწონო ვიდეო და გამოიწერეთ ჩვენი არხი. ასევე არ დაგავიწყეთ, გამოიწერეთ ჩვენი Instagram-ი და TikTok გვერდები. ჩვენ კი შევხვდებით მომავალ ვიდეოში.